ტურიზმის სექტორში არსებული სურათი და მოლოდინები როგორ აისახა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე ახლო აღმოსავლეთში ხელახლა გამწვავებული ვითარება. ტურიზმის აქტიურ სეზონზე მიმდინარე გამოწვევებსა და სიახლეებზე სტუმართან ვისაუბრებთ HSE Group Hospitality-ის დირექტორი გიორგი დოლიძია. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია ზაფხულის სეზონი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის. რა ტენდენცია, რა სურათი გვაქვს ამ დროისთვის ბაზარზე და მე ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და მოლოდინებზე, რომელიც სექტორს აქვს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ამ ეტაპისთვის სეზონი ნამდვილად პიკში არის შესული, როგორც თბილისში, ასევე ბათუმის მიმართულებით. ჩვენ შემთხვევაში დატვირთულობები მერყეობს დაახლოებით 90-95% ნიშნული, შესაბამისად გვაქვს ფასებიც დაკორექტირებული ზრდის მიმართულებით. ბათუმში ჩვენ ამ წელს უკვე ისე ვთქვათ, პირველი მაღალი სეზონია ჩვენთვის, როდესაც გავხსენით საკმაოდ მასშტაბური აპარტ-ოტელი, რომელსაც აქვს 795 ნომერი და ამ შემთხვევაშიც კი მიუხედავად მოცულობის, მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით 80, 85, 90 და ზოგიერთ დღეს 95%-იც კი ყოფილვართ და ვართ შევსებულები, რაც ზუსტად იმას მიანიშნებს, რაც ხატყობს, რომ საბედნიეროდ მოთხოვნა ძალიან მზარდი არის საქართველოს მიმართულებით, იზრდება წლიდან წლამდე ტურისტების შემოსვლა ნაკადებით და პლუს შემოსავლებთან ერთად. შესაბამისად, ის აქტიური სეზონი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს თბილისსა და ბათუმში, ვფიქრობ, ნამდვილად არის საამაყო და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეინიშნება ზრდის ტემპიც, რაც მთლიანობაში, ჩემი აზრით, 2026-ს უნდა გადავაჭარბოთ 7-8% საშუალო ნიშნულით, როგორც რაოდენობით, ისევე შემოსავლების მიმართულებით და იმედია, რომ წლის ბოლოს ეს შედეგები ნამდვილად გვექნება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა კიდევ ერთხელ გამწვავდა და ის მოლოდინი, რომელიც არსებობდა, რომ კონფლიქტი მეტნაკლებად წავიდოდა მილევისკენ, ისე ხდება დაბომბები და ასე შემდგომ. შესაბამისად, აი ამის გათვალისწინებით თვითონ ტენდენცია როგორია, რამდენად დღეს რთულად გვაქვს საქმე ახლო აღმოსავლეთიდან და მათ შორის რეგიონის ქვეყნები გალფის ყურიდან დაუშვათ ტურისტების მიღების კუთხით. ეს რა თქმა უნდა თავისთავად არის სამწუხარო ფაქტი და გარემოება, რომ არ დასრულდა ესე ვთქვათ ის კონფლიქტი, რომელიც მარტში და თებერვლის ბოლოს ესკალირდა. ვფიქრობ, ძირითადი დარტყმა მაინც უფრო თებერვლის ბოლოს და მარტში ქონდა, რაც ასევე არის ასახული გალტის კვლევაში, როდესაც იყო მცირედი კლება შემოსულობებისა და ზოგადად რაოდენობა და შემოსავლების მიმართულებით. ამ ეტაპზე მინდა ვთქვა, რომ რაიმე ესეთი აქტიური გაუქმებები ან ჩავშმის გადავადების მოთხოვნები და ისევ იგივე ტენდენციები, რაც ჩვენ გამოვიარეთ და გამოვცადეთ მარტის თვეში, საბედნიეროდ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი არ დაწყებულა, ჩვეულებრივ გრძელდება გალფის ქვეყნებიდან რეზერვაციების მიღება, ფრენების შესრულება, სტუმრების ჩამოსვლა, ასევე როგორც ისრაელიდან და სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებიდან და ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული, ესე ვთქვათ, ახალი ესკალაციები და ახალი დაძაბულობები არ მოხდება და ამ პიკურ სეზონს, პიკურ დატვირთულობას ხელს არ შეუშლის. კი ბატონო, თვითონ დავუშვათ გადანაწილება როგორ შეიძლება გადავანაწილოთ, ანუ რა მასშტაბით არის პირობითად ევროპელი ტურისტი, რა მასშტაბით ახლო აღმოსავლეთიდან, იგივე ისრაელიდან თუ დავუშვათ, ან საინტერესოდ ჩინელი ტურისტები რამდენად აქტიურები არიან. თორე ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარად დივერსიფიცირებას ახდენს სახელმწიფო მათ შორის მარკეტინგული კამპანიების კუთხითაც, მაინც საინტერესო სექტორის პოზიცია რამდენად შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ დღეს საქართველოში ტურისტები ყავს ყველა ქვეყნიდან და მაქსიმალურად გადანაწილებულია და დაბალანსებული, რომ ამ ერთი რეგიონში არსებულმა პრობლემამ არ გამოიწვიოს დაუშვათ მნიშვნელოვანი შეფერხება ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის. ჩვენს ქვეყანას მოგეხსენებათ, მრავალი წლის განმავლობაში სტატისტიკაში მოწინავე ქვეყნები არსებობენ, როგორიცაა ისრაელი, ემირატები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ევროპა და ასე შემდეგ. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად შეინიშნება ფრენების დამატებასთან ერთად ტურისტების რაოდენობის ზრდა ევროპიდან, ბრიტანეთიდან. არის ზოგიერთი ქვეყანა, საიდანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 30-40 შეიძლება გაორმაგებულიც კი იყოს
ესე ვთქვათ პროცენტულობა გამომდინარე იქიდან რომ მარტივად და მათთვის მისაწვდომი ჩვენი ქვეყანა უკვე ფრენების წყალობით და იმ ესე ვთქვათ მიზნობრივი მარკეტინგის რომელიც ფრენების დამატებას ყოველთვის ფეხს უწყობს ხოლმე და სტრატეგიულად სწორად მიმდინარეობს სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთიანი ჩართულობით ტურისტების მოზიდვაზე მუშაობა ჩინეთს რაც შეეხება რა თქმა უნდა ბოლო წლებში ასევე განსაკუთრებული არის ჩინეთის აქტივობა 2025-26 წლებში ჩინეთიდან ნაკადები არის საგრძნობლად გაზრდილი მას შემდეგ რაც გვაქვს უკვე პირდაპირი ფრენები და ჩვენ ნახეთ რომ წელს უკვე შანხაიდან გვაქვს დამატებული პირდაპირი რეისები რაც ასევე როგორც 2026 ისე 2027 და შემდგომ წლებზე იქონიებს პირდაპირ გავლენას ზოგადი სურათი დივერსიფიცირებული ბაზრების მიმართულებით ასეთია რომ სტატისტიკაში მოწინავე ადგილას რჩება ისრაელი ემირატების მიმართულებები ევროპა როგორც ვთქვით ძალიან წინაა წამოწეული და ზოგ შემთხვევაში გაორმაგებულიცაა ევროპიდან ჩამოსული ტურისტების რიცხვი ბრიტანეთი გვაქვს სტატისტიკაში ძალიან კარგ და ესე ვთქვათ პოტენციურად ძალიან მზარდ ადგილას ამას რამ შეუწყო ხელი პირდაპირმა ფრენებმა მარკეტინგმა სწორი შეთავაზებების გაკეთებამ როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო სექტორისგან ქვეყნის ბრენდინგმა საერთაშორისო მასშტაბით და იმ ესე ვთქვათ უნიკალურმა ფასეულობებმა რომელიც ჩვენს ქვეყანას საბედნიეროდ გააჩნია და ამას საკმაოდ ამ რესურსს ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგად უკეთებთ მობილიზებას რომ მივაწვდინოთ ხმა საერთაშორისო ბაზარს ასევე ძალიან ბევრი საერთაშორისო გამოცემა ბევრი მარკეტინგული ორგანიზაცია ბევრი პლატფორმა სადაც აისახება უშუალოდ ტურისტების მიერ გაკეთებული რეალური შეფასებები გასულ კვირას ნომინირებულიც გავხდით ერთ-ერთ ბრიტანულ საკმაოდ წარმატებულ და პრესტიჟულ პლატფორმის როგორც ევროპის საუკეთესო მიმართულება და ვფიქრობ ეს ყველაფერი ნამდვილად საამაყოა და თითოეული ესეთი აქტივობა, თითოეული ესეთი ნაბიჯი და ხმის და სიტყვის გაშვება საერთაშორისო მასშტაბზე ერთობლიობაში ქმნის სწორედ იმ შედეგებს, რასაც ჩვენ და რითიც ჩვენ დღეს ვამაყობთ იმ ციფრებით და რა მოლოდინებითაც გვინდა რომ ვიამაყოთ უკვე 2026 წლის დასრულებისას. კი ბატონო, გამოწვევები რა რჩება ამ მომენტისთვის და მაგალითად თვითონ მომსახურების ხარისხში შეთავაზებების ნაწილში თვითონ სექტორს აქვს თუ არა ჯერ კიდევ გამოწვევები და რამდენად აქტიურია სექტორი ამ შემთხვევაში თვითონ შეთავაზებების კუთხით ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელთან ურთიერთობისა თუ დაუშვათ პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოსდვა მოხდეს. გამოწვევები როგორც ყველა ბიზნესს რა თქმა უნდა ჰოსპიტალიტი მიმართულებასაც აქვს განსაკუთრებით გამოწვევები შეინიშნება სერვისის ხარისხის ზრდის ზრდასთან მიმართებაში გამომდინარე იქიდან რომ ზოგადად ვართ განვითარებად ეტაპზე, მაინც სასიხარულოა რომ წლიდან წლამდე ყველას ერთობლივი მუშაობით იზრდება, ვცდილობთ რომ თანამშრომლებში გავზარდოთ მოტივაცია, სწორედ ამიტომ გვინდა ხოლმე რომ და ვცდილობთ მოთხოვნასთან ერთად ფასის ზრდაც გქონდეს, რომ გარკვეული ხარჯებიც დავაბალანსოთ, რომელიც მოიცავს თანამშრომლების ტრენინგებს, თანამშრომლების საბონუსე სისტემებს, წახალისებებს და თუმცა ეს ფასების ზრდა არ არის შემაფერხებელი, მათ შორის რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვის კუთხით, ანუ გავლენას არ ახდენს. იმიტომ რომ როდესაც არჩევანია გასაკეთებელი ძალიან ბევრი რამეა ხომ სოფლიოს მასშტაბით ანახავი და შესაბამისად თუ საქართველოში ფასების კუთხით იმდენად მაღალი ფასი შესთავაზეთ რატო წამოვა საქართველოში ტურისტი ანუ რას თავაზობთ ისეც განსხვავებულს და მნიშვნელოვანს რომ ტურისტმა საქართველოში გააკეთოს საქართველოსზე გააკეთოს არჩევანი ჩემთვის ახლა საქართველოში მოგზაურობა ბუნებრივია საქართველოს მოქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და დიახ მე მიმაჩნია რომ ჩემი ქვეყანაა ყველაზე კარგი მაგრამ იმისთვის რომ ტურისტს დავანახოთ რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის მათ შორის ფასთან მიმართებაშიც მიმზიდველი და საინტერესო შეიძლება იყოს ეს ფასების ზრდა რამდენად ხომ არ ახდენს უარყოფით გავლენას ვერ ვიტყოდი ასე იაფი არ ნიშნავს ყოველთვის მაღალ მიზიდულობას და მარტო იმიტომ რომ იაფია თუ ზოგადად ქვეყანა არა საინტერესო და სერვისები და ინფრასტრუქტურა და ზოგადად სანახავი არაფერი არა სულ რო გვაჩქონ ვაუჩერები მე მგონი არ ჩავალთ ქვეყანაში არ დავხარჯავთ ტყუილად დროს ფასის და არის საკმაოდ მოთხოვნასთან მიმართებაში ესე ვთქვათ გადაჯაჭვული პროცესი ცოცხალი ორგანიზმებით მუშაობს აქ რაც არ უნდა ფასი გაზარდო თუ არა მოთხოვნა ამ ფასს არავინ არ გადაიხდის არც ერთობლივ ტურპაკეტში და არც მარტო სასტუმროში შესაბამისად როდესაც ისედაც კონკურენცია არის გაზრდილი მუდმივად ფასის გაზრდით განებიურებულები არ ვართ და მანკიტო ველოდებით შესაბამის ღონისძიებებს შესაბამის ივენთებს საერთაშორისო არტისტების მონაწილეობით ველოდებით მაღალ სეზონს სადაც დატვირთულობა იცდება და
წლიდან წლამდე რომ მაქსიმალურად ვეცადოთ სასტუმრო მიიღოს და ბიზნესმა ზოგადად წლიდან წლამდე მასაც კონდეს ზრდის საშუალება გამომდინარე იქიდან რომ მოცულობით ვერ გაზრდი უნდა გაზარდო ისე ფასის დაკორექტირებით როცა მოთხოვნა მაღალია გაზარდო როცა ის ფასის და არ არის ასე ზოგადად ვთქვათ არ ორმაგდება ფასები არც 30%-ით ვერ გაზრდი ხო სეზონზე ვერც 20%-ით აქ არის ის სიმბოლური ზრდა რაც შეიძლება იყოს 5%, 7%, 10% რაც საკმაოდ ბუნებრივია როდესაც ამა თუ იმ ბიზნესს და განსაკუთრებით სასტუმროს აქვს დინამიური ფასწარმოქმნის პოლიტიკა და მუდმივად ერთი ფიქსირებული ფასით, ერთი ფიქსირებული გამოცხადებული ფასით არ არის მიზანშეწონილი სასტუმროს მართვა და მისი გაყიდვების წარმოება, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა ეცადო რომ ფეხი აუწყო მოთხოვნას და რატომაც არა თუ გაძლევს მოთხოვნა იმის საშუალებას რომ დაიჭირო ოქროს შუალედი შენი ქვეყნის ბრენდინგსაც უწყობს ხელს ერთიანობაში რომ წარმოვიდგინოთ რომ არ უნდა იყოს მაინც ყველა ბაზარზე ესე რომ ვთქვათ წარმოდგენილი როგორც ერთ-ერთი იაფი მიმართულება ამას არ ვფიქრობ ასე უნდა იყოს როგორც თუნდაც საშუალო კატეგორია ან მაღალი ესე ვთქვათ მიმართულება მაღალი კლასის მიმართულება იმიტომ რომ ჩვენ უკვე საქართველოს წლიდან წლამდე გვემატება ძალიან ბევრი მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდი საუბრობთ ყველა ერთხმად რომ გვჭირდება მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი შესაბამისად მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტს რაც სჭირდება წლიდან წლამდე ამ ყველაფერს ერთობლიობაში მონი ვქნით იმიტომ რომ ფრენები ვიცოდით სჭირდებოდა იყო მათთვის დისკომფორტი გადაჯდომითი რეისები ეს ყველაფერი ნელა-ნელა ემატება და მაგრამ მომსახურების ხარისხი თუ გვაქვს შესაბამისი იმ ფასისა რომელსაც ვაწესებთ მომსახურების ხარისხი არის რა თქმა უნდა აქაც ობიექტების მიხედვით შეიძლება მოხდეს დიფერენცირება მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდებში შესაბამისად უფრო მაღალია საშუალო კლასის სასტუმროებში შეიძლება ზოგან იყოს მაღალი ზოგან დაბალი ზოგან საშუალო ეს იმდენად კომპლექსური პროცესია მუდმივად თანხwebdriverში ვერ იქნება იმ ფასთან რაშიც შეიძლება რომ გაიყიდოს იმიტომ რომ არასეზონზე მაგალითად შეიძლება ბრენდულმა სასტუმრომ გაყიდოს ისეთ დაბალ ფასად, რომელიც არ შეესაბამება მისთვის იმ წუთიერ მაღალ ხარისხს და იმდენად დროში გაწერილი და ხანგრძლივი პროცესია, რომ ტურისტის მოზიდვა, ბრენდის შემოყვანა და სხვადასხვა აქტივობები ბევრად უფრო მალე სწორდება, ვიდრე სრულიად ქვეყანაში ერთიანობაში, ერთბაშად სერვისის დონის ამაღლება, რაც რა თქმა უნდა სჭირდება თანმიმდევრული და კონსტრუქციული ნაბიჯები, როგორც თვითონ ხელმძღვანელების მხრიდან, სტაფის მხრიდანაც უნდა გაიაზრონ ეს ყველაფერი და მე მიხარია რომ ეს ახალგაზრდები უფრო მეტად აქტიურები ხდებიან ჰოსპიტალიტი სექტორში მუშაობის მიმართულებით უფრო მეტად მიიჩნევენ პრესტიჟულად ამ სფეროს იმიტომ რომ რა არის იმაზე კარგი როდესაც შენი შრომა ფასდება და საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტს ნებისმიერი ქვეყნიდან აცილებდა ემსახურები ისე როგორც ჩვენ საკუთარ სახლში მას მიზლობდე ზრუნავ მასზე და რა თქმა უნდა ითხოვ მის მხრიდანაც დაფასებას და ჩვენ საუბრის ბოლოს თქვენ აჭარაში დაამატეთ სასტუმრო როგორია მოთხოვნა რამდენად ხედავთ ინტერესს ახალი ობიექტის მიმართ და ამ კუთხითაც რაიმე სიახლე ხომ არ გექნებათ ახალი პროექტები ხომ არ გაქვთ დაუშვათ დაგეგმილი ამ წელს უკვე აჭარაში როგორც ვთქვით მოთხოვნა სეზონთან ერთად საკმაოდ გაიზარდა არის ძალიან დიდი მოცულობა გვაქვს მათ შორის ახალი ობიექტი რომ არის ამის მიუხედავად ახალი ობიექტიც იყო ესე ვთქვათ გუნდმა საკმაოდ კარგად წარმართა ვფიქრობ წინა პრესეილს რასაც ვეძახით ესე ვთქვათ წინარე გაყიდვების აქტივობები გახსნამდე სწორი ფასწარმოქმნა სწორი გაყიდვების სტრატეგიებით ერთიანობაში გუნდურად მივახციეთ იმ შედეგებს რაზეც დღეს ვდგავართ რაც შეეხება ახალ პროექტებს ჩვენ ამ წელს გეგმავთ უახლოეს პერიოდში კახეთში Best Western პრემიერი შევიყვანეთ ერთ-ერთ ობიექტში 51 ნომრით იქნება წარმოდგენილი ძალიან მიმზიდველი ესე ვთქვათ ფესილიტებით აუზით რესტორნებით ტერასებით რომლის გახსნას უახლოეს ხანში გეგმავთ ეს არის რომელ რაიონში გურჯაანის რაიონი სოფელი ვაჩნაძიანი საკმაოდ კარგ ადგილას გამორჩეული ხედებით გამორჩეული ლოკაციით ძალიან ახლოსაა თელავი ძალიან ახლოსაა სხვადასხვა მიზიდულობის ცენტრები და ის დესტინაციები რომელიც ტურისტს აინტერესებს და ეს ობიექტი იქნება გათვლილი როგორც
საერთაშორისო დამსვენებელზე, ასევე ქართველში და ესე ვთქვათ მოგზაურებზე და ვფიქრობ, რომ კახეთისთვის ეს არის ფაქტიურად მესამე ბრენდული სასტუმრო გურჯაანის რაიონისთვის პირველი. ვფიქრობ, როგორც რაიონს, ასევე ზოგადად რეგიონს, კახეთის მიმართულებას, დამატებით ფასეულობას შეძენს, დამატებით მონიშნავს საერთაშორისო ბრენდის რუკაზე და საერთაშორისო ვიზიტორებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ კახეთში შეუძლიათ ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით, მაღალი კატეგორიის ობიექტებში, აჭარის მიმართულებას რაც შეეხება ამავე ესე ვთქვათ ინფრასტრუქტურულ თვითონ შენობაში, სადაც ჩვენ აპარტამენტები გავხსენით, უახლოეს ალბათ 2 წელიწად ნახევარი 2 წლის განმავლობაში ვგეგმავთ Holiday Inn Resort-ის გახსნას 150 მაღალი კატეგორიის ოთახით და სხვადასხვა ფესილიტებით, დიდი საკონფერენციო სივრცეებით, შიდა აუზით. ანუ მოლაპარაკება უკვე დასრულებული გაქვთ ამ ნაწილზე, რადგან ხმამაღლა ბრენდი თავისთავად შესული არის უკვე ფრანჩიზა და ხელი მოწერილი არის საკმაო ხანია. Lagoon Resort-ი არის ჩვენი შემდგომი პროექტი ბათუმში, სადაც Hilton-თან არის გაფორმებული საფრანჩიზო შეთანხმება, რომლის ასე ვთქვათ კიდე გავაფართოვეთ, ასე რომ ვთქვათ, 3 ბლოკი იყო და დამატებით კიდე 3 მოემატა ახალ შემოერთებულ ფართზე. ჯამში იქნება 1000-ზე მეტი მაღალი კატეგორიის აპარტამენტი, რომელიც გაიყიდება როგორც უძრავი ქონება ინდივიდუალურ მესაკუთრეებზე, ხოლო დაახლოებით 150 ნომრით იქნება Hilton-ის ერთ-ერთი მაღალი კატეგორიის სასტუმრო, რასაც უახლოეს ხანში უკვე შევძლებთ, რომ გავაჟღეროთ და დავაანონსოთ კიდეც. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ ამ საკმაოდ საინტერესო სიახლეების კიდევ უფრო მეტად გავრცობას და სიამოვნებით გიმასმისლებთ უკვე ახალ სეზონზეც. გიორგი დოლიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.